მოგესალმებით, ბრუნდებით ეთერში გადაცემით საუბრები განათლებაზე და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს ლაშა მარგიშვილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. დიდი მადლობა ბატონ ლაშა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, მსმენელებს და წარმატებულ დღეს უსურვებ. თქვენი ცენტრი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს ატარებს და ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს და რა თქმა უნდა, ეს ეხება განათლების ყველა საფეხურს. მოდი დავიწყოთ, ნელ-ნელა მივყვეთ და ჩვენ საზოგადოებას მოუყვეთ, რა სიახლე გაქვთ, რა მიმართულებით გეგმავთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას და ერთგვარად შევაჯამოთ ბოლო რამდენიმე თვის საქმიანობა. კი ბატონო, დიდი მადლობა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, როგორც არის ავტორიზაცია და აკრედიტაცია. თქვენ სწორად ბრძანებთ განათლების ყველა საფეხურზე, დაწყებული სკოლამდელი განათლებით, დამთავრებული უმაღლესი განათლებით. სკოლამდელ განათლებას რაც შეეხება წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი ამ მიმართულებისთვის, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ 2022 წელს კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დროებით 2030 წლის 1 იანვრამდე გადაეცა ფუნქცია, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი დაწესებულებების, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის განხორციელებას. ამაზე ოდამოგვიანებით დავბრუნდები კიდევ შევაჯამეთ სხვა მიმართულებებსაც და მე უკვე სკოლამდელ განათლებას ცალკე დავბრუნდები თქვენის ნებართვით. სასკოლო განათლების მიმართულებას რაც შეეხება ზოგად განათლებას, იცით რომ 2023 წლიდან პირველად დაიწყო სახელმწიფოში საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი. წელს 1 ივნისის მდგომარეობით უკვე ავტორიზებული არის 500-მდე საჯარო სკოლა და მიმდინარე წელს დაგეგმილია ასევე დამატებით 109 საჯარო სკოლის ავტორიზაციის პროცესის განხორციელება. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, პროფესიული განათლების მიმართულებით წელს დაახლოებით 50-მდე პროფესიულ სასწავლებელს უწევს ავტორიზაციის პროცესში ჩაბმა და ასე ვთქვათ, ამ პროცესის გავლა. აქ იგულისხმებიან როგორც პროფესიული კოლეჯები, ასევე ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც გარდა აკადემიური პროგრამების ახორციელებენ ასევე პროფესიულ სწავლებას. უმაღლესი განათლების მიმართულებით 11-მდე უნივერსიტეტს უწევს ავტორიზაციის პროცესი და ასევე კლასტერული აკრედიტაცია უწევს რამდენიმე მიმართულებით, მაგალითად კომპიუტერული მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები და თქვათ სოფლის მეურნეობის სწავლის სფეროს პროგრამებს უწევს წელს კლასტერული აკრედიტაციის გავლა. ჯამში 150-მდე პროგრამა გაივლის კვლავ კლასტერულ აკრედიტაციას. უმაღლესების მიმართულებით 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება რაც განხორციელდა არის ის, რომ დამტკიცდა სადოქტორო საფეხურის აკრედიტაციის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც მოხდება სადოქტორო საფეხურის პროგრამების კიდევ უფრო სიღრმისეული და სრულყოფილი შეფასება. ეს დოკუმენტი ძალაში შევიდა 2025 წლის 1 იანვრიდან, შესაბამისად 1 იანვრიდან უკვე ყველა სადოქტორო საფეხურის პროგრამა აკრედიტაციის პროცესს გაივლის ახალი მოთხოვნების შესაბამისად. რაც შეეხება სკოლამდელ განათლებას, წელს განსაკუთრებული წელია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის, ვინაიდან პირველად დაიწყო სახელმწიფომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი. მანამდე აღნიშნული პროცესი არასდროს არ დაწყებულა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და 2025 წელი არის ისტორიული წელი ნამდვილად ამ დარგისთვის და ამ სფეროსთვის. რატომ არის მნიშვნელოვანი? აქვე გკითხავთ და გავაგზავნოთ ისევ ბაღებზე საუბარი, რა თქმა უნდა, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პროცესი ავტორიზაციისთვის? რა უნდა იცოდეს საზოგადოება ამის შესახებ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ხო ავტორიზაცია, აკრედიტაცია, ჩვენ ვიცით რომ აქ არის ჩართულები ექსპერტთა ჯგუფი, ხო, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ანუ ეს არ არის მხოლოდ რაღაცნაირად რომ კომისიამ დასკვნა დადო, ხო? ეს არის მრავალშრიანი შეფასება, კომპლექსური და ამიტომ რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, ვთქვათ, მშობელმა, როდესაც მშობელი იგებს რომ იმ ბაღში სადაც მისი ბავშვი დადის, ამ ბაღმა გაიარა ავტორიზაცია. რას ნიშნავს ეს? ავტორიზაციის გავლა ნიშნავს, რომ ამ დაწესებულებაში დადასტურებულია, რომ სასწავლო საამგზელო პროცესი მიდის სათანადო ხარისხით. იმ სტანდარტების შესაბამისად, რაც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი. ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესები ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებას
აძლევს შანსს, რომ უკეთ აკეთონ ის საქმე, რასაც ისინი მანამდე აკეთებდნენ და მუდმივად განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებულები. და დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები, რაც არის დადგენილი როგორც სკოლებისთვის, ასევე პროფესიულებისთვის, სკოლამდელი დაწესებულებებისთვის და უნივერსიტეტებისთვის. ავტორიზაციის პროცესის დაწყებას წინ სკოლამდელი დაწესებულებების შემთხვევაში უძღვოდა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სამუშაოები, რომელიც ჩაატარა როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ასევე განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ, რეგიონალური განვითარების სამინისტრომ, მუნიციპალიტეტებმა, თვითონ დაწესებულებებმა, რა თქმა უნდა, სკოლამდელი დაწესებულებებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, კერძოდ რა სამუშაოები იყო ეს. 2022 წელს განხორციელდა ცვლილებები კანონმდებლობაში და როგორც უკვე აღვნიშნე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განისაზღვრა როგორც მაკოორდინირებელი სუბიექტი ავტორიზაციის პროცესის. 2022 წელს პირველად შეიქმნა ელექტრონული რეესტრი, სადაც პირველად მოხდა აღრიცხვა სახელმწიფოს მასშტაბით, რამდენი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა იმ პერიოდში. 2057-მა საბავშვო ბაღმა გაიარა რეგისტრაციის პროცესი და 2022 წელი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა ავტორიზაციის პროცესისთვის, რაც იყო საჭირო. 2023 წელს დამტკიცდა უკვე მე ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები, შეიქმნა ექსპერტთა კორპუსი, რომლებიც უკვე განახორციელებენ საბავშვო ბაღების შეფასებას. ექსპერტთა კორპუსში დღეს დაახლოებით გაწევრიანებულია 200-მდე ექსპერტი, რომლებიც იყოფიან 4 ძირითადი მიმართულებით. ეს 4 ძირითადი მიმართულება გამომდინარეობს ავტორიზაციის სტანდარტებიდან, რომელიც ეხება საბავშვო ბაღებს. რომელი ეს 4 მიმართულება? ეს პირველი არის ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტები, მეორე ეს არის კურიკულუმის ექსპერტი, მესამე არის კვების ექსპერტი, კვების დარგში და მეოთხე არის ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვის ექსპერტი. შესაბამისად, აღნიშნული კოჰორტიდან კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევებში ხდება ხოლმე ცენტრის მიერ შერჩევა ექსპერტების დაახლოებით 4-5 ადამიანის, რომლებიც ადგილზე ჩადიან, ადგილზე მიდიან დაწესებულებაში და ახორციელებენ შეფასებას. ვიდრე დაიწყებოდა ავტორიზაციის პროცესი, ბუნებრივია, საჭირო იყო განხორციელებულიყო მთელი რიგი განმავითარებელი დამხმარე ღონისძიებები დაწესებულებებისთვის. ამისთვის განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა არაერთი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა დაწესებულების წარმომადგენლებთან, დაიგეგმა ტრენინგები, გადამზადდნენ ახლადარჩეული ექსპერტები, ასევე გადამზადდა ახლადარჩეული ავტორიზაციის საბჭო, იმიტომ რომ მანამდე ამ მიმართულებით ავტორიზაციის საბჭო საერთოდ არ არსებობდა და მომზადდა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები და მხარდამჭერი დოკუმენტი ავტორიზაციის პროცესისთვის, რომელიც ძალიან გამოადგება, დარწმუნებული ვარ და უკვე გამოადგათ მოსამზადებელ ეტაპზე დაწესებულებებს. 2025 წელს იგეგმება 125 საბავშვო ბაღის ავტორიზაცია. დღის მდგომარეობით უკვე ჩვენ ვახორციელებთ წარმოებას 60 დაწესებულებასთან მიმართებით. ეს 60 დაწესებულება, ასე ვთქვათ, განლაგებულები არიან 22 მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, 22 მუნიციპალიტეტის განაცხადი არის შემოსული 61 დაწესებულებასთან მიმართებით. რამდენად კმაყოფილი ხართ პროცესის და აი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც აი ამ პროცესს უკავშირდება და აი სუსტი მხარე, ვთქვათ, რა შეგვიძლია აუჩოთ, რას შეიძლება რომ მიაქციონ ყურადღება, გაამახვილონ ყურადღება, აი რა არის მთავარი პროცესის ალბათ ძირითად ძლიერ და განმავითარებელ მხარეებზე საუბარი შეგვეძლება უფრო დეტალურად წლის ბოლოს, როდესაც პირველი ციკლი დასრულდება დაწესებულებების შეფასების, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება რამდენიმე მიმართულება გამოიყოს, მაგალითად როგორც არის მზაობა პროცესისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რესურსები დაიხარჯა სახელმწიფოს მხრიდან და ასევე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადაუხადო მსოფლიო ბანკის პროექტს და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზების პროცესში საბავშვო ბაღებისთვის. მიუხედავად ამისა, მაინც ჯერჯერობით ვინაიდან პირველია პროცესი და ძალიან გაბედულები არიან ის დაწესებულებები, ჩემი აზრით, რომლებიც შემოვიდნენ
ჩაიყვანებდნენ ამ პროცესში წელს პირველად. მზაობის თემა მაინც ალბათ რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად და ასევე შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების კიდევ უფრო მეტად განვითარება და დახვეწა ამ დაწესებულებებში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს სიძნელე დაიძლევა ერთობლივი მუშაობით, თანადგომით და მხარდაჭერით, რასაც როგორც სამინისტრო, ასევე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ხოლმე ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. არაერთხელ ქონია ჩვენ გადაცემა აი ამ პროცესის შესახებ და ვიცი რომ ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანია იყო ჩატარებული, ხო? აი ცნობიერების ამაღლების კუთხითაც და მიმართულებითაც, სანამ დაიწყებოდა უშუალო ეს პროცესი, რომ აი ამ მიმართულებას ძალიან დიდ ყურადღებას კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ გქონდა საინფორმაციო შეხვედრები არა მარტო საბავშვო ბაღის წარმომადგენლებთან, დაწესებულების წარმომადგენლებთან, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, რესურს ცენტრებთან და მაქსიმალურად ყველანი იყვნენ ჩართულები, როგორც ავტორიზაციის სტანდარტების, პროცედურების შემუშავების და დახვეწის პროცესში, არამედ მას შემდეგაც, რაც უკვე სტანდარტები და პროცედურები დამტკიცდა და უკვე უშუალოდ გადავედით იმ სამუშაოებზე, თუ როგორ უნდა დაეკმაყოფილებინათ დაწესებულებებს კონკრეტული სტანდარტის მოთხოვნა. და შესაბამისად ძალიან ფართო ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი აი ამ პროცესში. დღეს უკვე სისტემაში რეგისტრირებულია დაახლოებით 1700-მდე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაღი და 290-მდე კერძო პროვაიდერი, რომელიც ამ მომსახურების მიწოდებას ახორციელებს და აღნიშნული დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი უნდა დასრულდეს 2030 წლის 1 იანვრამდე. ამავდროულად ჩვენ მუშაობთ გარკვეულ გეგმაზე, იმასთან დაკავშირებით, თუ 2030 წლის შემდეგ როგორ უნდა მოხდეს უკან დაბრუნება ამ ფუნქციის მუნიციპალიტეტებისთვის, იმიტომ რომ საზოგადოებას კარგად მოიხსენება, რომ თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ასე ვთქვათ, განხორციელების უფლებამოსილება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და უბრალოდ დროებით მოხდა ამ უფლებამოსილების დელეგირება ცენტრალურ ხელისუფლებაზე, სამინისტროზე და სამინისტრომ უკვე მერე ჩვენ დაგვავალა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომ ამ პროცესის კოორდინირება განგვეხორციელებინა. მუნიციპალიტეტებთან, რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან მოგვიწევს და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს დღესაც, რომ როგორ უნდა მოხდეს ტრანზიქცია უკან, თქვათ 30 წლის შემდეგ აი ამ ფუნქციის. და მონიტორინგის ალბათ მუდმივი განხორციელება, ხო? რა თქმა უნდა, კი ბატონო, ხარისხის უზრუნველყოფა არის პროცესი, სადაც პრინციპში მუდმივი განვითარება, მუდმივი მოქმედებებია საჭირო იმისათვის, რომ თუნდაც ავტორიზაციას რომ მიიღებს დაწესებულება ამ პროგრამაზე აკრედიტაციას, როგორ შეინარჩუნოს ის სტანდარტები, რაც მან დაადასტურა ავტორიზაციის ან აკრედიტაციის მიღების პროცესში. ეს არის მუდმივი მუშაობა ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე, თქვათ, ფუნქციების გადანაწილება ინსტიტუციის შიგნით და ინფორმაციის ანალიზი და შემდეგ უკვე აი ამ ანალიზის შედეგების გამოყენება დაწესებულების განვითარების პროცესებში. როგორი არის მდგომარეობა სკოლებში? აი თქვენ ახსენეთ, რომ ესეც ბაღები 2025 წლის მნიშვნელოვანი აქტივობა არის, მაგრამ აი სკოლებთან დაკავშირებით აქ რა სიტუაცია არის, განსხვავებული არის თუ არა მიდგომები და აი როგორ მიმდინარეობს პროცესი? კერძო სკოლების ავტორიზაცია მოგეხსენებათ დაიწყო 2011 წლიდან, 2010 წლიდან უფრო სწორად, როდესაც ავტორიზაციის დებულება შემუშავდა და დამტკიცდა, თუმცა არ იყო დღემდე 2023 წლამდე დაწყებული საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი და 2023 წელს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესიც უნდა დაწყებულიყო, ბუნებრივია და როგორც უკვე აღნიშნე 2057-მდე დაახლოებით საჯარო სკოლა ფუნქციონირებს დღეს საქართველოში და უკვე 500-მდე საჯარო სკოლა არის ავტორიზებული. პროცესი მიდის ძალიან კარგად, შემიძლია ვთქვათ, ხარისხიანად. სკოლების ნაწილს მიღებული აქვს ავტორიზაციები გარკვეული დამატებითი პირობებით და ხდება მერე მუდმივი გადამოწმება, შეფასება, შემოწმება, რამდენად ახერხებენ ჩვენი ბენეფიციარები იმ, თქვათ, რეკომენდაციების შესრულებას, რაც მათ როგორც ან ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფების დასკვნებში ქონდა დაფიქსირებული, ან ავტორიზაციის საბჭომ, რაც ასევე დამატებით შეიძლება რომ განუსაზღვროს.
მოცემულ შემთხვევაშიც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ სკოლების მიერ მუდმივად იყოს გაგრძელდეს მუშაობა ავტორიზაციის მიღების შემდგომაც შიდა ხარისხის მექანიზმების გაძლიერებაზე და მუდმივად იყვნენ მზად რომ ასე თქვათ შეაგროვონ შესაბამისი ინფორმაცია, გააანალიზონ და მე ეს თქვათ შიდა ხარისხის პროცესების ანალიზის სამსახველი დოკუმენტები უკვე გამოიყენონ შემდგომი განვითარებისთვის. და ის სტანდარტები ხო, რომელიც შემუშავებულია, ისიც შეიძლება თქვა გარკვეულწილად შეიცვალოს, ან კორექტირება შევიდეს, ან კონკრეტული რეგიონისა თუ სკოლის გათვალისწინებით მოხდეს თქვა განსხვავებული მიდგომების შემუშავება. რამდენად მოქნილი არის და მესმის რომ ფუნდამენტური დოკუმენტია, რამდენად მოქნილი არის? სტანდარტები საკმაოდ მოქნილია, როგორც სკოლამდელის მიმართულებით, ასევე ზოგადი დაწესებული, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების და ასევე პროფესიული და უმაღლესების მიმართულებით. პრინციპში ავტორიზაციის სტანდარტები ყველა იმ შესაძლო, ასე ვთქვათ, ნიუანს ითვალისწინებენ და თავისებურებას, რაც შეიძლება ჰქონდეს რეგიონალურ დაწესებულებას, თბილისში მდებარე დაწესებულებას და პროფილებსაც გააჩნიათ ხოლმე ბუნებრივი დაწესებულების, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, სტანდარტები არ არის რაღაც სტატიკური დოკუმენტი, ექვემდებარება გადამუშავებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ერთგვარი ტრადიცია ჩამოყალიბდა და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, რომ ნებისმიერი სახის ცვლილება, რომელიც იგეგმება სტანდარტში, ჯერ ეს განიხილება დაწესებულებებთან, განათლების ექსპერტებთან, ბუნებრივია სამინისტრო ამ პროცესში არის ხოლმე თავიდან ბოლომდე ჩართული და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება ხოლმე სტანდარტებში თუ პროცედურებში ცვლილებების შეტანა. შესაბამისად, ჩვენ თუ გადავწყვეტ და დავგეგმავთ რაიმე ტიპის ცვლილებებს, არსებიც ან არაარსებიც, აუცილებლად დაწესებულებებთან წინასწარ გვექნება კომუნიკაცია ამის თაობას. და ჩვენი გადაცემის ბოლოს შევაჯამოთ პროფესიულებსაც მინდა რომ ვისაუბროთ და უმაღლეს სასწავლებლებსაც ვისაუბროთ თქვენ დასაწყისში და აი აქ რა გვაქვს, რა გამოწვევის წინაშე ვართ და აი უახლესი გეგმები. პროფესიული განათლების მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო 2024 წელი, მათ შორის, ვინაიდან პირველად მოხდა, რომ პროფესიულ განათლებაში დაინერგა ინტეგრირებული პროგრამები, რომლის საფუძველზეც პროფესიულ სასწავლებლებს მიეცათ საშუალება დაემატებინათ ინტეგრირებული პროგრამა, რაც აძლევს მათ საშუალებას სტუდენტებს, რომ პროფესიასთან ერთად დაეუფლონ და გავიდნენ ზოგადი განათლების შედეგებზე, სასკოლო პროგრამა დაინტეგრირდა პროფესიულ პროგრამებში და ასე ვთქვათ, დოკუმენტი, რომლებსაც იღებენ პროფესიული სტუდენტები, გათანაბრებულია მათ შორის ატესტატთან. შარშანდელი წელი მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო სკოლებშიც პირველად მოხდა ინტეგრირებული პროგრამების შეტანა, დაახლოებით 20-მდე საჯარო სკოლა დღეს ახორციელებს ინტეგრირებულ სწავლებას. მოსწავლეები გარდა ატესტატისა იღებენ პროფესიულ განათლების დიპლომს და ერთგვარად მეტად ეძლევათ მათ საშუალება, რომ თვალსაჩინო გაიფართოვონ და მათ შორის, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ პირდაპირ შრომის ბაზარზე გავიდნენ პროფესიული განათლების დიპლომის აღების შემდეგ და დასაქმდნენ და საკმაოდ წარმატებულადაც საქმდებიან პროფესიული განათლების დიპლომის მქონე პირები. წელსაც იგეგმება საჯარო სკოლების რაოდენობის გაზრდა ამ მიმართულებით, რომლებიც აპირებენ ინტეგრირებული პროგრამების დამატებას, დაახლოებით 60-მდე საჯარო სკოლის ჩართვა არის ამ პროცესში დაგეგმილი, აქ განსაკუთრებული კოორდინაცია უწევს, რა თქმა უნდა, ამ პროცესის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სააგენტო აქტიურად ჩართული, მასწავლებლის სახლი არის აქტიურად ჩართული და ყველა ის რგოლი, რომელიც განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შედის, კოორდინირებულად მოქმედებთ, რომ არც ერთი რაღაც წინაღობა თუ ხარვეზი ამ პროცესში რომ არ ასე ვთქვათ, დაფიქსირდეს და პროცესი რომ ეფექტურად რომ განხორციელდეს. ამისი კაფიო მაგალითი იყო შარშანდელი წელი, როდესაც 20-მა საჯარო სკოლამ დაიმატა პროფესიული პროგრამები. რაც შეეხება უმაღლესის მიმართულებას, აქ გრძელდება ისევ დაწესებულებების შეფასება და პროგრამების შეფასება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, იცით რომ აღნიშნული პროცესი დაიწყო 2018 წლიდან, სავალდებულოდ არის რომ ყველა პროგრამის და დაწესებულების შეფასებაში იყოს საერთაშორისო ექსპერტი, როგორც ჯგუფის თავმჯდომარე განსაზღვრული, ჯგუფში ასევე არიან რა თქმა უნდა ადგილობრივი ძალიან კვალიფიციური ექსპერტები, სტუდენტი, დამსაქმებელი და შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესიც ძალიან წარმატებული
პარალელურად მიმდინარეობს. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ლაშა მარკიშვილი, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორი და გადაცემის ბოლოს, თემა, რომელზეც გინდათ, რომ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოთ და იქ რა რჩება გამოწვევად, როდესაც ჩვენ მათმენებმა გლობალურად შეხედოს, ხო, იმ პროცესებს და იმ საქმიანობას, რომელსაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ. ალბათ ორი ძირითადი თემა იქნება, ეს რომელიც ეხება განათლების ზოგად კონტექსტს, ეს არის პირველი ინტერნაციონალიზაცია განათლების სისტემის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სასწავლებლები მუდმივად ზრუნავდნენ იმაზე, რომ მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, ამოქმედონ ერთობლივი და გაცვლითი პროგრამები, ჩვენ სტუდენტებს უფრო მეტი საშუალება მიეცეთ, რომ თქვა განათლება მიიღონ საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში, ეს არის ერთი პირველი ძირითადი მიმართულება, მეორე ძირითადი მიმართულება ეს არის, რომ ხარისხის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დღეს გვაქვს ავტორიზაციის, აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები, მაინც ბევრი არის ჯერ კიდევ სამუშაო, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან, ასევე დაწესებულებების მხრიდან, რომ მუდმივად ჩვენ ვესწრაფოდეთ იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს განათლების ხარისხი ჩვენს უნივერსიტეტებში. ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. ლაშა მარკიშვილი საუბრობდა რადიო იმედზე გადაცემაში საუბრები განათლებაზე.